რატომ არ გისრულდება ტაროს პროგნოზი, რატომ არ მუშაობს ეზოთერიული პრაქტიკები თქვენზე, სხვებისგან განსხვავებით დღეს ვისაუბრებ ამაზე, მცირედ შესავალს გაგიკეთებთ და ასევე შემოგთავაზებთ გაშლას, მას შემდეგ რაც თქვენ ამ მექანიზმში ჩაგახედებთ შესაბამისად სიღრმისეულად. შეგხვედრიათ ალბათ ვიდეოები, სადაც კონკრეტული ტაროლოგი ეზოთერიკოსი ამბობს, რომ 3 დღეში შენი პარტნიორი დაგირეკავს ამ პრაქტიკის შემდგომ, მაგრამ გადის 3 თვე, 6 თვე, ადამიანი კი საერთოდ არ ჩანს. თუ კი თქვენ ამ ადამიანს შეეკითხებით და მე ხშირად მომისმენია TikTok-ზეც, YouTube-ზეც, რომ პრაქტიკოსი ეგრევე პასუხისმგებლობას განეჭებთ თქვენ, რომ ესე იგი შენ ხარ დაჭიანებული და შენი ბრალია, შენ გაქვს ავითვალი, შენ გაქვს ჩადო და იმიტომ არ მუშაობს. რეალურად ეს არის დიდი სიცრუე და ეს ასე არ არის ყოველთვის, ყველა შემთხვევაში ცალსახაც როგორც იძახიან ხოლმე. არის რამოდენიმე ვარიანტი, რატომ არ შეიძლება მოქმედებდეს შენზე ტაროს პროგნოზი და რატომ არ მუშაობდეს ეზოთერიული პრაქტიკები. პირველი და უმთავრესი ეს არის ტაროს პროგნოზზე 100%-ით მინდობა და შენი მხრიდან ნულოვანი აქტივობა. მაგალითად, როდესაც ტარო გეუბნება, რომ შენ აი ამ და ამ ადამიანს შეხვდები ამ და ამ დროში სავარაუდოდ ჯერ ეს ერთი ტაროთი დროის პროგნოზი არის ურთულესი, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც გვაქვს კონკრეტული მინიშნებები და არ შესრულდა პირობა ადამიანთაგან, ანუ ადამიანი ჩაიკეტა სახლში, არ გავიდა გარეთ, არ შეცვალა რაღაცა, საკუთარ თავში არ გადააფასა რაღაცა, ხო? მაშინ პროგნოზი არ ასრულდება ამ შემთხვევაში და ეს არის ლოგიკური და ბუნებრივი. როდესაც სრულად ხარ მინდობილი, ვინაიდან ეს არ არის გარდაუვალი აუცილებლობა, გარდაუვალი შესაძლებლობა, ის არის პროგნოზი. პროგნოზი შეიძლება ასრულდეს, შეიძლება არ ასრულდეს, ეს ერთი. მარტივად რომ გითხრა, კარტი, ტაროს კარტი გაძლევს 50%-ს, დანარჩენი 50% შენ უნდა შეუწყო ხელი კონკრეტული შედეგის დადგომას. მეორე შემთხვევაში ეს არის შიშები, როდესაც თქვენ აპრაქტიკებთ რაღაცას და თქვენ არ გაქვთ გამოცდილება, არ ხართ ეზოთერიკოსი, არ ხართ პრაქტიკოსი, არის თანაგებთან მუშაობა, აპრაქტიკებთ კონკრეტულ ძალიან რთულ, ასე ვთქვათ, საშუალო დონის იქნება თუ დაბალი დონის სირთულის რიტუალი, როგორც არის მაგალითად კონტაქტზე გამოყვანა და არ აგისრულდათ, ხო? შიში არის უპირველესი დამაბრკოლებელი ემოცია, როდესაც ვეხებით ეზოთერიკას, იმიტომ რომ სწორედ ავისრულები დემონური ძალები, როდესაც ადამიანი შიშის მდგომარეობას გადის, მერყეობს, დაეჭვებულია, ისინი ამას გრძნობენ ჰაერში, ვინაიდან კონკრეტული მოლეკულების სახით იფანტება ეს ყველაფერი. რატომ არა რომ დაშინებულ ადამიანს ძაღლი ეგრევე აღიქვავს, ხო? იგრძნობა ეს ყველაფერი შემოძურფასება და სწორედ ეს არის მთავარი ენერგეტიკული ბლოკი რიგ შემთხვევებში. და მესამე ვარიანტი, ეს არის სრულიად განსხვავებული, როდესაც ადამიანის შედეგზე არის ჩაჭიდებული. მაგალითად, გავაკეთეთ რიტუალი, გააკეთა ადამიანმა რიტუალი, მიიღო ტაროსგან პროგნოზი და ის არის სასოწარკვეთილი, ანუ desperate რეჟიმში არის, ხო? აბა როდის მომწერს, აბა სად არის შედის, სკროლავს, სტალკავს, ათვალიერებს, ესე იგი ფაქტურად ენერგეტიკულ დეფიციტში ჩავარდა ადამიანი, რომ რატო არ მწერს, ხო გავიდა 3 დღე, აბა სად არის და ხელის ჩაქნევის მომენტი. აი ეს არის 3 უმთავრესი ვარიანტი, რატომაც არ მუშაობს თქვენზე ტაროს პროგნოზი და ის ეზოთერიული პრაქტიკები, ღია პრაქტიკები, რაც არის ხოლმე გაჟღერებული, ხო? თუ ეს არის გაჟღერებული მცოდნე ადამიანის მხრიდან და არ არის ამ Google-დან translated გადმოტანილი არასწორი, არასრული ინფორმაცია, რისი გაკეთება პირველ რიგში თქვენ დაგაზიანებთ და შეიძლება სულად საგვარეულო ნეგატივი წარმოქმნათ თქვენივე ხელით, იმიტომ რომ რა ძალებს გამოიხმართ კონკრეტული ლოცვები თქვენ ნამდვილად არ იცით, დახურული პრაქტიკების გაზიარება არის აკრძალული და ამას ვერსად ვერ შეხვდებით, იმიტომ რომ დახურული პრაქტიკა გადაეცემა მხოლოდ თაობიდან თაობას პირადი სწავლების გზით. მიხვდით ხო ახლა რა შეესაქმე? მოდი ახლა გავიგოთ თქვენს შემთხვევაში, რატომ არ გისრულდებათ კონკრეტულად ტაროს პროგნოზი, მაგალითად, გავაკეთოთ რამოდენიმე ვარიანტი შემოძურფასება. ასევე კომენტარებში დამიფიქსირდით, რომელი ვარიანტი არის თქვენ შემთხვევაში, რაც ახლა მიგაჩნიათ ენერგეტიკული ბლოკი ტაროს პროგნოზების გაუმართლებლობისა და ეზოთერიული პრაქტიკების კრახით დასრულებისა. რა გგონიათ აი ჩემს მიერ ჩამოთვლის 3 ვარიანტიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თქვენ სამავლოდ გამოხვიდეთ ამ ენერგეტიკული ბლოკიდან, თქვენი ბრალი არ არის და ყველა თქვენგანი დაჭიანებული არ ახართ, როგორც ესე გააჟღერებენ ხოლმე ძალიან მარტივად, ხო? ეს ესე არ არის. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. მოდი გამოვიყენოთ კრისტალები შემოძურფასებო. პირველ ვარიანტზე უნდა გაუშვათ ესეთი ამეთვისტოს საოცარი კრისტალი. მოდი მეორეზე გავუშვათ განსხვავებული სრულიად ესეთი გასაღები. მეორე ვარიანტი, რატომ არ გისრულდება ტაროს პროგნოზები, გავიგოთ და მესამე ვარიანტზე წავიდეს ესეთი ვარდისფერი კვარცის საოცარი მისტიური კრისტალი. დააკვირდით კარგად, რომელი ვარიანტიც დაგიძახებთ, სწორედ იმ ვარიანტში იმალება ის ბლოკი კონკრეტული, რის გამოც თქვენთან არ მუშაობს ტაროს პროგნოზები და ეზოთერიული ღია პრაქტიკები.
და სიურპრიზი მას შემდეგ რაც თქვენ ამ ინფორმაციულ სიღრმეში ჩაგიყვანთ, გაშლის ბოლოს შემოგთავაზებთ ერთ-ერთ პრაქტიკას, რითაც თქვენ მოიზიდავთ ფულს ძალიან მალე და აუცილებლად დამიწერე კომენტარებში ენერგეტიკული უკავშირისთვის, რამდენად მალე შემოვა ფულადი ენერგია თქვენ ცხოვრებაში, ასე რომ დარჩი გაშლაზე უზომოდ და უკიდურესად საინტერესო გაშლა და ასევე პრაქტიკა გეულოთ. დავიწყოთ, მოდით, პირველი ვარიანტიდან. რატომ არ მუშაობს თქვენზე? ტაროს პროგნოზი. იმიტომ რომ თქვენი ემოციური ინტელექტი და ასევე კოგნიტური დისონანსი ეს არის საკუთარივე ტვინი გებრძვით არსებული რეალობის ძალიან მკაფიო ანალიზის ფონზე. მაგალითად, თუ კი ტაროს პროგნოზში ისმენ რომ შენ ძალიან მალე ერთ კვირაში ან ერთ თვეში შემოგივა დიდი ფულადი შემოსავალი. რა შევა ამ დროს შენი ემოციური ინტელექტი და კოგნიტური დისონანსი ან საკუთარივე ტვინი გებრძვის რომ რას ქვია, რა შემოსავალი უნდა შემოგივიდეს, ჯიბეში სულ 100 ლარი გიდევს და შემდეგ თვეს თავი როგორ გავიტანოთ, იმაზე ვართ ორიენტირებული, რა სისულელი არც ისეთი სამსახური არ გაქვს, არც ისეთი მდგომარეობა არ გაქვს და ვერანაირად ვერ შემოგივა. ანუ ეს არის სისულე. რა არის ამ შემთხვევაში ბლოკი? მიხვდით ხო? კოგნიტური დისონანსი, რომელიც რეალობის მკაფიო აღქმით გებრძვის, თუმცაღა შენი რეალობა შენს ფანტაზიაზე, შენს წარმოსახვაზე დამოკიდებული და ესეც შეიძლება დაუჯერებლად გეჩვენებოდეს ახლა, თუმცაღა უკვე პირველმა ვარიანტმა იცით რა გებრძვით ამ შემთხვევაში. მოდით რჩევა ამოვიღოთ, როგორ უნდა მოიქცეთ თქვენ ამ შემთხვევაში. პირველი ვარიანტი იმისთვის რომ საკუთარ კოგნიტურ დისონანსს აჯობოთ, აი პირდაპირ ნულოვანი არგანი. ეს არის ან თქვენი შეხედულებების საფუძვლიანი და ძირფესვიანი გადაფასება, როდესაც ადამიანი ძირფესვიანად ცვლის მიდგომას, ან ეს არის სულელისებრი მიდგომის გატარება, იმიტომ რომ სულ არ აინტერესებს, ვისაც ყენინა ვის ხელი მოუმართა, ვინ მხიარულად დატოვა, რას მოქმედებს, ვისთვის რას აკეთებს, ხო ის ხო თავისი იმპულსური ქმედებებით მოქმედებს და სხვათა შორის როგორი ბედნიერი მსუბუქი და ლაღებული არის, მე მგონი ამ არკანზე კარგად გამოხატავს თვითონ აი ამ არქეტიპს. უნდა გადახვიდეთ ჩემო ძირფასება ნულოვანი არგანის ენერგიებში დაანებით თავი რეალობის ანალიზებს, იმიტომ რომ რეალობა კი ეს არის 3D რეალობა, მაგრამ არსებობს 4D, 5D რეალობები. დასერჩეთ TikTok-ზე თუ გინდათ, დასერჩეთ და აუცილებლად ნახავთ, სხვათა შორის ძალიან ისეთი ცნობილი მეცნიერები მუშაობენ ამ საკითხებზე და თქვენი მიზანი პირველი ვარიანტი არის ის, რომ გადახვიდეთ აბსოლუტურად ნულოვანი ენერგეტიკის ზონაში. თუ კი ამას ვერ ახერხებთ, ჩემო ძირფასება თქვენივე ძალებით, მაშინ შეგიძლიათ მომმართოთ უკვე მე იმისთვის, რომ ეზოთერიული დახოვებული პრაქტიკებით დაგეხმაროთ ენერგეტიკული წმენდის პრაქტიკით და თქვენ შეძლოთ უკვე ყველა იმ ბენეფიტის მიღება, რაც ფაქტურად გეხმარება თქვენი 3D რეალობის თავდაყირად აყენებაში და 4D, 5D რეალობაში გადასვლაში. თუ კი ამას თქვენით მოახერხებთ, თქვენი შეძლოთ ძალიან კარგია, მაგრამ ადამიანმა საკუთარი ძალით უნდა მოსინჯოს პირველ რიგში და მე რა უნდა მიმართოს პრაქტიკოს, მე არ შემიძლია ტყუილების თქმა, არ შემიძლია რაღაცებზე დაბოლება, ჩემმა დამკვეთებმა უამრავმა ასობით ათასობით კაცმა კი უკვე იცით მე როგორ მუშაობ, რატომ მუშაობ ესი კარგად და რატომ არიან ჩემი დამკვეთები ყოველთვის წარმატებული, ყოველთვის აქვთ ფული, ყოველთვის გალაღებული ბედნიერები და ასე ვთქვათ პირად ურთიერთობებში ხელი აქვთ მომართული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ვთქვით ხო რა შეასახმე პირველი ვარიანტით საჯარო გაშლებზე ამას ვერ გაიგებთ, იმიტომ რომ საჯარო გაშლა ეს არის ხვაში წვეთი იმ ინფორმაციული სიღრმისა, რასაც მე ვიღებ ხოლმე ინდივიდუალურ გაშლაზე. გადავედით მეორე ვარიანტზე, რატომ არ გიმართლებათ ტაროს პროგნოზები. მეორე ვარიანტი, რაშია პრობლემა? ზედმეტად ებრძვით ნებისმიერ ინფორმაციას, ზედმეტად ფარავთ, ზედმეტად მალავთ ყველაფერს, ზედმეტად თავდაცვით პოზიციაზე ხართ, ანუ რასაც უშვებს სამყაროში, რა ენერგიებსაც უშვებ, ის ენერგიები გიბრუნდება. თუ კი შენ უშვებ ბრძოლის, ბასრ ენერგიებს, მოჭიმულობას, ხო აი ფაქტურად არ არის სიმშვიდე, მინდობა, არის რაღაცა ყოველთვის აი მოჭიმული თავდაცვითი რეჟიმი, ყოველთვის სხვაზე გადაბრალება რაღაცეების, ხო? აი ეს არის პირველ რიგში თქვენი ენერგეტიკული ბლოკი, რაც გიფერხებს ტაროს პროგნოზების ასრულებას. ნახოთ აბა კიდევ ერთი სიგნიფიკატორი, კიდევ რა შეიძლება იყოს თქვენ შემთხვევაში რა არის პრობლემა. ყურადღებით მეორე ვარიანტი. რამოდენიმე წარუმატებლობა, რომელმაც ფაქტურად ხელი ჩაგაქნევინათ და რწმენა დაგიკარგათ ამ მიმართულებით, ხო? რატომ დაგიკარგათ რწმენა? იმიტომ რომ არ მოხდა შედეგი არასრულდა. რატომ არასრულდა? იმიტომ რომ თქვენ ძალიან კრიტიკული ხართ, ძალიან ბასრი ენერგიებით ხართ ახსავსე, არ გაქვთ ის მოთმინება, ის სირბილე, ის მინდობა, სიმშვიდე, ჰარმონიული მდგომარეობა, რაც გამოიწვევს სიმშვიდით მოლოდინს, ხო? როდესაც ადამიანი სიმშვიდით ელოდება კონკრეტულ სიტუაციას და თუნდაც მარცხების და მიუხედავად, თუნდაც რაღაცა ვერ გადალახა
რაღაცას ვერ მიაღწია, მაინც მადლიერი არის და მაინც მიმღებლობა აქვს, ღია არის, თქვენ ხართ ჩაკეტილები ენერგეტიკულ დონეზე. არა გაქვთ ღია მზა მიმღებლობა, რომ სამყაროსკენ მიიღოთ რაღაცა, ხო? თუნდაც წარუმატებლობები ეს არის დიდი გაკვეთილი და უფრო მეტი წარმატების საწინდარი, იმიტომ რომ სწორედ წარუმატებლობაში გამოიწვება ადამიანი. მოხდით ხო მეორე ვარიანტი? რა უნდა გააკეთოს მეორე ვარიანტმა? ხო, ტაროს პროგნოზები და ეზოთერიული პრაქტიკები აუსრულდეს და აი ეს ჩაკეტილობა, ენერგეტიკული ჩაკეტილობა მოიხსნას. უმეტესად თქვენგანი მერწყული ხართ, ჩემო ძვირფასებო, არა აქვს მნიშვნელობა მზეს, მთვარე, ვენერა, მერკური შეიძლება გქონდეთ მერწყულში. რა უნდა გააკეთოთ თქვენ? თქვენ მხოლოდ თქვენი ძალების გწამთ, ჩემო ძვირფასებო, და დისციპლინის ნაკლებობა. ნახე, 50-50-ზე შეგიძლიათ რომ მიენდოთ ტაროს, მიღებული პროგნოზები გამოიყენოთ თქვენ სასარგებლოდ, მაგრამ ისეც არა რომ თქვენ ფეხი-ფეხზე გადაიდოთ და არაფერი გააკეთოთ დასაწყისისთვის. ხოლო როდესაც თქვენ უკვე ისწავლით, რომ მხოლოდ თქვენი დიდი მცდელობებით არ ხდება ყველაფერი, ხო, ფიზიკურ დონეზე, რომ დაუშვათ ადამიანი მუშაობს, მე ამ მუშაობის შედეგად ფულს შეულობს, ამ ფულს მე დააბანდებს ასე და ასე. მხოლოდ ისე არ მუშაობს სამყარო, ჩემო კარგი. ზოგჯერ ადამიანი, რომელიც მართლაც და ფეხი-ფეხზე აქვს გადადებული, იმას მოსდის შემოსავალი როგორღაც არსაიდან, ვიდრე ძალიან მძიმე შრომაში მყოფ ადამიანს. ასე რომ, მხოლოდ თქვენი მძიმე შრომა არაფერს არ მოგიტანთ, უნდა ისწავლოთ გახსნა ენერგეტიკულ დონეზე, ერთი-ორი წარუმატებლობა გასაგები არის და ამასაც უნდა გადავაბიჯოთ, მადლიერი უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ რაღაცა ვისწავლეთ წარუმატებლობისგან ზუსტად და უნდა ისწავლოთ დახმარების მიღება. თქვენ გეთაკილებათ დახმარების თხოვნა და თქვენი ძალები ცდილობთ ყოველთვის რომ გამოხვიდეთ პრობლემიდან. ამაში არის თქვენი მთავარი ენერგეტიკული ბლოკი. ისწავლეთ ამის დამუშავება, თუ კი თქვენი ძალებით ვერ შეძლებთ, მაშინ მე აქ რისთვის ვარ და აუცილებლად მოდით პირად კონსულტაციას გადავედით. მესამე ვარიანტზე, ვარდისფერი კვარცი ვინც საერთოდ დავისეს დაგიძახათ ამ სილამაზე. რატომ არ გესრულდება თქვენი ტაროს პროგნოზები? ძალიან მძიმე მენტალური პრობლემები, ტრიგერებად არის ქცეული, ერთი მეორეს მიყოლებით, იმედგაცრუება, ტკივილი, ღალატი ადამიანების მხრიდან, პარტნიორულ ღალატზე არ არის მხოლოდ საუბარი. ფინანსური პრობლემები, ადამიანი, რომელიც ხართ ენერგეტიკულად დაცლილი. აი, ჩემო ძვირფასებო, ასეთ ფონზე თქვენ როდესაც ტაროს პროგნოზს მოусმენთ და იქ გაჟღერებულია, რომ 3 დღეში მოვა თქვენი პარტნიორი და ერთ კვირაში მილიონერი გახდებით. რა სისულელია, ხო? აი, ამას ვერანაირად ვერ მიიღებს ადამიანი, თუ კი ენერგეტიკულ დონეზე ასეთი დაბზარული და დაცემული არის. მესამე ვარიანტის შემთხვევაში ნამდვილად არის ენერგეტიკული პრობლემები, ნამდვილად არის სერიოზული ბზარები ენერგეტიკულ ველის თლიანობაზე, რაც ფიზიკურად პირდაპირ რა ენერგიას, რა მდგომარეობასაც შენ გაუშვებ ენერგეტიკულ დონეზე სამყაროსადმი, ის გიბრუნდება სწორედ. თუ კი შენ აი ასეთ მდგომარეობაში იტანჯები და არ ცდილობ რომ დაეხმარო საკუთარ თავს და არ არის უკეთესობა, არ იგრძნობა, ან გაკეთებული გაქვს რომელიღაც პრაქტიკოსთან წმენდები და არ იგრძნობა მაინც უკეთესობა, ესე იგი არასწორ ადამიანთან იყავი ჩემო ძვირფასო და სიტუაცია არ წასულა პროგრესისკენ, ისევ ისე ხარ, ისევ ის სატანჯველი ემოციები, ენერგეტიკა და მდგომარეობა არის შენი თავის გარშემო. მიხვდით ხო, შიშები, ეჭვები, სასოწარკვეთილი მდგომარეობა, რასაც სამყარო პირიქით აბრუნებს, რასაც გასცემ იმას და გიმატებს რა მდგომარეობაშიც ახლა ხარ. მესამე ვარიანტი. მოდი რჩევა ამოვიღოთ. რატომ დღეს დასტაზე ორიანების ხმლები, ჩემო ძვირფასებო, გაურკვევლობა იმდენად დიდი არის, რომ ფიზიკურად ვერ ახერხებთ იპოვოთ სწორი გზა, ვის ვენდო, ვის მივმართო, უნდობლობის მომენტები გაქვთ ძალიან ბევრი, გულწრფელები იყავით და კომენტარებში დამფიქსირეთ, თუ მართლა გადიხართ. მესამე ვარიანტი ამ სიტუაციას ისი არა, რომ მე გულში ვიცოდე და სხვა რამე გავაშარო, მოდი ვიყოთ გულწრფელები, მოდი ვიყოთ გულახდილები, ჩვენივე საკუთარი თავის კეთილდღეობისთვის, ხო? მოდი რჩევა ამოვიღოთ ხო მესამე ვარიანტისთვის. ერთი წამი ცოტა შეგაბრუნებთ, ჩემო ძვირფასებო, რომ კარგად გამოჩნდეს. რჩევა. თანამშრომლობა დახმარების მიღება და ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი დახმარებას გთავაზობს, აი ამისი მიმღებლობა არის თქვენი მდგომარეობიდან გამოსავალი. თანამშრომლობა პირდაპირ რამ გამოიწვია თქვენი აი ასეთ არასახარბიელო მდგომარეობაში ჩაყენება. რამ თუ ვინ ეს უკვე მოდი პირად გაშლაზე გავარკვიოთ. მთავარი არის რომ ისწავლოთ დახმარების მიღება თანამშრომლობა, ადამიანი გიწოდებთ ხელს, შეიძლება ეს ადამიანი მეც ვიყო შემთხვევაში და მიიღეთ ეს შესაძლებლობა, იმიტომ რომ ნიახური არა ვართ რომ ორჯერ ამოვიზარდოთ ამ სამყაროში, ამ ცხოვრებაში, თუმცა შეიძლება სხვა ცხოვრებაში ისევ მოხდეს ჩვენი შეხვედრა არ არის გამორიცხული. აი ასე და ამგვარად ჩემო ძვირფასებო, მესამე ვარიანტი ძალიან დამძიმებული ენერგეტიკით, აი თავი ამ კიდევ ისე ხავს საუბრობდი, მოდი კიდევ ერთი რჩევა მესამე ვარიანტს მივცეთ, ჩემო კარგებო, პირველი და მეორე ვარიანტისგან განსხვავებით, ასე ვთქვათ,
აქ ცოტა ძიმე და სავალალო სიტუაცია არის. დაუსრულებლად მოქმედებთ, შემოძვირფასებო, დაუსრულებლად ცდილობთ, რომ რაღაცა მაგიური პრაქტიკები გააკეთოთ თქვენი ხელით, ხო? არ ისვენებთ, არ ჩერდებით. მიუხედავად იმისა, რომ აი აქ ზოგიერთი თქვენგანი დედები მიყურებთ, ხო? საერთოდ არ ფიქრობთ, რომ თქვენს მიერ განხორციელებული მაგიური პრაქტიკები როგორ დაბრუნდება შემდგომ. ცდილობთ გინდათ რომ გამოხვიდეთ აქედან თავს არ ზოგავთ ვერ ხედავ გაჩერებულ ადამიანს პირიქით მოქმედებაზე მაგიური პრაქტიკაზე და საბოლოოდ რა შედეგი არის ხო ხედავთ ძიმე მენტალური ტრიგერები რომლიდანაც ადამიანს გამოსვლა ფიზიკურად არ შეუძლია შესაძლოა იყოს გამოხმობილი კონკრეტული ძალები და ისინი ასე ვთქვათ დაუსრულებლად ნებით თუ უნებლიეთ და ისინი დაუსრულებლად თქვენი ნების მიუხედავად იღებენ სასიცოცხლო ენერგიას. Შემოკარგებო, სანამ მაგიურ პრაქტიკებს დააპრაქტიკებთ და სანამ თქვენს თავს აიღებთ ამ ყველაფერს, რომ დაჭიანებული ენერგეტიკული ველით ნამდვილად თქვენს თავს აიღოთ ესეთი რაღაცა, გაგაფრთხილებთ, რომ დემონური ძალებისთვის, აბსულებისთვის, ბოროტი ძალებისთვის თქვენ ხართ, არ ვიცი, საკმაოდ მსუყე და მსუქანი თევზი, რომლის ანკესზე წამოაგებით აუცილებლად ზოგიერთი თქვენგანი უკვე ზღვარზე ხართ. Თავარი პრობლემა და გამოსავალი არის სწორედ ამ სიტუაციის მოგვარებაში გეუბნებით, უსას ჩემი დახმარება გჭირდებათ. საკმაოდ საინტერესო გაშლა იყო, ვფიქრობ და დამიწერეთ კომენტარებში, რომელი ვარიანტი აირჩიე. ნამდვილად ასაგრძნობ თავს, თუ მე ვიგონებ ახლა, ოღონდ გულწრფელობა და გულახდილობა შევინარჩუნოთ თუ შეიძლება. ეხლა კი მოდი გასწავლეთ ფულის მოსაზიდ საოცარ პრაქტიკას, რომელიც თითქმის ყველა შემთხვევაში 100 და 1000%-ით მუშაობს. ფულის მოსაზიდი პრაქტიკისთვის დაგჭირდება დაფნის ფოთოლი, რომელიც უნდა იყოს უნაკლო, მეგობრებო, არ უნდა ქონდეს ბზარები, ნატეხები და ასე შემდეგ. აუცილებლად სუფთა თაფლი და ლურჯი კალამი, ძალიან მარტივად. აი აქ აწერთ თქვენი სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ხო? და ქვემოთ უკვე იწერება, რისი მიღებაც გინდა. მაგალითად, მე მინდა რომ დღეს მივიღო მოულოდნელი ფული, გინდათ დაწერეთ ოდენობა, გინდათ არ დაწეროთ, მე ზოგადად არ მიყვარს ხოლმე ოდენობის დაწერა, იმიტომ რომ ხან სამყაროს იმაზე მეტი აქვს ჩემთვის განკუთვნილი, ვიდრე მე წარმომიდგენია. შესაბამისად, მოდი მივანდებ სამყაროს ამ ყველაფერს. დაწერეთ მოულოდნელი ფული მოდის ჩემთან დღეს. დავაკონკრეტეთ, რომ დღეს მოდის და არა ხვალ და არა განუსაზღვრელ დროში. დავწერ ახლა და ვიბრუნდებით. როდესაც წერას დაასრულებთ შემოძვირფასებო, საჩვენებელი თითით აი ესე ჩააწობთ თაფლში. ეს საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა და ჩემმა TikTok გამომწერებმა ისე კოხტათ იციან ეს ყველაფერი. დაამუშავებთ ერთი მხრიდან, მეორე მხრიდან, მე იქით მიწერია რაღაცეები და ასე უკნიდან გაჩვენებთ. ეს თითი შემდგომ დააგემოვნეთ ასე ვთქვათ. და დაფნის ფოტოლი უნდა დაიწვას ცეცხლის ალზე შემოძვირფასებო, ვისაც ახლა სანთელი გამზადებული არ ქონდათ, ანთედსან ფერს მნიშვნელობა არ აქვს. თავარი არის რომ არ იყოს შავი ფერის სანთელი, იყოს თეთრი ფერის, იყოს ძალიან კარგია თუ ოქროსფერი იქნება, ან შეუულებრივი საეკლესიო სანთელი თუ იქნება. და წარმოთქვით შემდგომი სიტყვები: დაე მოულოდნელი ფული შემოვიდეს ჩემს სივრცეში, ჩემს საბანკო ანგარიშზე დღეს, მადლობა სამყაროს. და ესე დააწოვთ ამ ყველაფერს. ბოლომდე კარგად უნდა დაიწვას, ფრთხილად იყავით, თითები არ დაიწვათ, დაელოდებით მოდუნებულ მდგომარეობაში, მადლიერებით მოულოდნელი ფულის შემოსვლას. რაოდენობას როგორც გითხარით, მე პირადად არ ვაჟღერებ ხოლმე, მაგრამ დაუშვათ გინდათ 1000 ლარი, ხო? გააჟღერე ეს 1000 ლარი. მაგრამ მე გირჩევდი რომ დატოვო სამყაროს მიანდო რა თანხაც შემოგივა, იმაზედაც იყავი მადლიერი დასაწყისისთვის. იმიტომ რომ ყველაფერი კარგი წინ არის. მადლიერების დაფიქსირება კომენტარებში აქტიურობის სახით და ლაიქის სახით არ დაგავიწყდეთ, იმიტომ რომ ენერგიათა უკავშირით ბალანსი დამყარდება და თქვენთვისაც კარგია და ჩემთვისაც რასაკვირველია. ვისაც გჭირდებათ ჩემი დახმარება, გელოდებით პირადში ინდივიდუალურ კონსულტაციაზე TikTok-ზე Ninis Magic Official ან Instagram-ზე UGC Nini 55. ბედნიერი და ფულით და სიყვარულით სავსე დღეები თქვენ შემოძვირფასებო დროებით შემდეგ ძალიან საინტერესო ვიდეოზე შევხვდებით.